თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკას პულსი. რიტმი, რომელსაც უნდა უსმინო, სამედიცინო რუბრიკა პულსი რადიო ედუსტრიმზე. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა პულსი, მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ექიმი, მამოლოგი და ასევე ონკოლოგი ქალბატონი მაკა სახელაშვილი. ვინაიდან ოქტომბრის თვე ეს არის ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე, სწორედ ჩვენი გადაცემაც ამ საკითხს დავუთმეთ, ვინაიდან ქალბატონებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამასთანავე საკმაოდ გავრცელებულია ეს დაავადება სტატისტიკურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად გვაქვს იმის საშუალება და ბედნიერება, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარიც სწორედ ამ მიმართულების სპეციალისტი ყავდეს. მოგესალმებით ქალბატონო მაკა და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა მოწვევის. ქალბატონო მაკა, თავდაპირველად რომ ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის ახსნათ ზოგადად ვარდისფერ ოქტომბერს, რატომ ვუწოდებთ, რა მნიშვნელობას ატარებს ის დღესდღეობით და თქვენთვის როგორც სპეციალისტისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აი ამ საკითხებზე თუნდაც ესე ეთერის საშუალებით ვისაუბროთ. ვარდისფერი ოქტომბერი საკმაოდ მნიშვნელოვანი თვეა. ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის ინტენსიურად, თუმცა, რა თქმა უნდა, პრევენციაც, გამოვლენაც და მკურნალობაც მარტო ოქტომბერში არ ხდება, ეს ხდება მთელი წლის განმავლობაში. უბრალოდ ინფორმაციულობის თვალსაზრისით ყველაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ოქტომბრის თვეში. ქალბატონებისთვისაც მეტად საჭირო ინფორმაცია ის, რომ როგორ ხდება ძუძუს კიბოს პრევენცია, შემდგომ როგორ ხდება მისი მკურნალობა, ან როგორ ხდება სკრინინგი, ან როგორ ხდება, როგორ უნდა დავიცვათ თავი, თქვათ, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი დოზით მიეწოდება ქალბატონებს. ეს იყო მსოფლიო მასშტაბით და საქართველოს შეუერთდა უკვე რამდენიმე წელია და ინტენსიურად მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს ამას. ქალბატონო მაკა, როგორც ესეთი დაავადება რო ახსნათ, ზოგადად რა დაავადება არასთან გვიწევს ბრძოლა ქალბატონებს ამ კუთხით, ძუძუს კიბო რო განვიხილოთ თავისი სიმპტომატიკით. საკმაოდ რთული დაავადება იმ თვალსაზრისით, რომ ქალბატონებისთვის ძუძუ ეს არის ძალიან მგრძნობიარე ორგანო, ერთ-ერთი სილამაზის ორგანო, ერთ-ერთი ორგანო, რომელთაც ის კვებავს ბავშვს და დაავადება, რომელიც ჩდება სარძევი ჯირკვალში, ჯერ ფსიქიკურადაც ზიანს აყენებს მას, უჭირთ ამის გათავისება და შემდგომ მკურნალობის თვალსაზრისით ზოგჯერ ისეთი თუ ოპერაციულ მიდგომებზე ალაპარაკი უკვე და ესეც საკმაოდ რთულად აღიქმება. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ადრეული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ყველაფერი მიდის უფრო მშვიდად, შედარებით მსუბუქად და უფრო ნაკლები დაზიანებით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ეს უნდა იცოდნენ ქალბატონებმა. ამიტომ ის, რომ თქვათ, შიში იმის, რომ ეს დაავადება არ გამიჩნდეს და ამის გამო არ მივიდა ექიმთან და გამიჩნდეს რა არ მითხრას, რომ ეს დაავადება მჭირს, ამ შიშს ჯობია სანამ რამე ეტკინებათ, სანამ რამე გამოვლენა ექნებათ, წელიწადში ერთხელ, წელიწადში ერთხელ შეასრულონ მამოლოგთან ვიზიტი, გაესინჯონ, თუ ასაკიხელს უწყობთ, რა თქმა უნდა, ჩაიტარონ მამოგრაფია, ჩაიტარონ ეხოსკოპიური კვლევა. ყველა ვარიანტში ეს მოახდეს შემდგომ, თუ საჭიროა მკურნალობის მსუბუქ მიმდინარეობას. ვინ შეიძლება აღმოჩნდეს რისკ ჯგუფში და რა ასაკიდან არის უფრო მეტად ყურადღება გასამახვილებელი ქალბატონებში? საქართველოში საკმაოდ აქტუალური ეს საკითხი, იმიტომ რომ საქართველოში ქალბატონებში გავრცელებული სიმსივნეებს შორის, ამ კიბოს შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზე დგას.
დადგენილია, რომ ძირითადად მაინც 45 წლიდან სადღაც 70 წლამდე შუალედშია ეს დაავადება ყველაზე მეტად გამოვლინებული. თუმცა არის, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ასაკშიც. ამიტომ ის აქცენტი, რომ მაინდა-მაინც ასაკობრივ ჯგუფზე გავაკეთოთ, არა. ყველა ქალბატონი უნდა იყოს უფრო ხიზლად. ძირითადად არსებობს თუ არა ესეთი ტრანსფერებული ფაქტორები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს გავრცელებას ქალბატონებში. რამდენიმე ფაქტორი არსებობს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ესე დადასტურება, რომ მაინდა-მაინც რაღაცა მოქმედებს, ესე არ არის. ერთად გენეტიკურ ფაქტორს შევეხები, ყოფილა ხოლმე შემთხვევები, ანუ ბებოს თუ ქონდა, თქვათ, მერე დედას, შეიძლება შვილიც რისკ ფაქტორში არსებობდეს. თუმცა ესეთი პირდაპირი კავშირი გენეტიკური მაინც არ არის, იმიტომ რომ გენეტიკური კავშირის გარეშეც შეიძლება წარმოიშვეს ეს დაავადება. ასევე შეიძლება იყოს უკავშირებენ ხოლმე ზოგჯერ ადრეულ მენსტრუაციის დაწყებას, გვიან მენოპაუზას, ანუ ეს უკვე ჰორმონებთან არის დაკავშირებული. ძუძუთი კვებას, ძუძუთი არ კვებას, ასე ტრავმას, ჰორმონალურ ცვლილებებს ორგანიზმში, ქრონიკულ დაავადებას, თქვათ, მავნეჩვევებს, ალკოჰოლის მოხმარებას, მაგრამ ესე რომ თქვათ, რომ რაღაცა პირდაპირი კავშირი რის გამო წარმოიშვება ვერ ვიტყვით, ამ უამრავი ჩამოთვლილი მიზეზის გამო, რაც ჩამოთვალდა შეიძლება კიდევ უამრავი არსებობდეს ამასთან დაკავშირებით. თუმცა ვფიქრობ, რომ მიზეზს თუ დაადგენენ, აუცილებლად მკურნალობასაც შეძლებენ. ქალბატონო, მაგ ასე საინტერესო იქნება პირობითად სახლის პირობებში როგორ შეგვიძლია, რომ ქალბატონებმა პირველადი აღმოჩენა გავაკეთოთ, ან გადავაკონტროლოთ, გვაქვს თუ არა საქმე ძუძუს კიბოსთან და ამის შემდგომ უკვე გეგმიურად დავგეგმოთ ვიზიტი შესაბამის სპეციალისტთან, როგორც მაგალითად მამოლოგი ან ეხოსკოპია და ამ ესე შემდგომ. ანუ რა პირველადი გამოვლინებები შეიძლება იყოს, რაც მიმანიშნებს, რომ შეიძლება იყოს ძუძუს კიბო, ან ასევე სახლის პირობებში როგორ შემიძლია, რომ მოვახდინო საკუთარი თავის თუნდაც გასინჯო. ყველა ქალბატონს შეუძლია, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არ უნდა იყოს რუტინულად ყოველ დღე. შეიძლება თვეში ერთხელ სიტყვაზე, ანუ როცა მენსტრუაციული ციკლი ჩამთავრდება, სადღაც მესამე-მეხუთე დღეს, კარგი იქნება ბანაობის შემთხვევაში, კარგად მოისინჯოს ორივე მკერდი და იღლიებიც, რა თქმა უნდა, და თუ რამე შეატყობს რა, ეს არ არის აუცილებლად, რომ აუცილებლად ძუძუს კიბოს. შეიძლება იყოს რამე კეთილთვისებიანი ან ცისტა იყოს, ან კეთილთვისებიანი ადენომა იყოს, მაგრამ თუ რაღაცა მოყვა ხელში და არ მოეწონა, აუცილებლად უნდა მიმართოს, რა თქმა უნდა, მამალოს. კიდევ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა სარძევე ჯირკვლის ძუძუს ცვლილება, თქვათ, ზომაში მოიმატა, სხვა შემთხვევაში ფერი შეიცვალა, ან გამკვრევდა, დრილი ჩაბრუნდა, გამონადენია დრილიდან განსაკუთრებით გამონადენს ვაქცევთ ყურადღებას, თუ არის ის სისხლიანი, იმიტომ რომ შეიძლება სულ არ იყოს წარმონაქმნი, არის სინჯებოდეს, მაგრამ სისხლიანი გამონადენი დრილიდან მაინც პათოლოგია. ძუძუს თავის აქ ერთსულა დაზიანება, რომელიც არ რჩება, ვთქვათ, მე მქონდა ცოტა ხნის წინ შემთხვევა, ოდნავ იყო დაზიანებული და გასინჯვის ციტოლოგიურად გავსინჯეთ და პეჭეტი არის, პეჭეტის სიმსივნე, რომელიც ერთ-ერთი აგრესიული ფორმის სიმსივნეა და რომელიც ასევე მკურნალობას ექვემდებარება, რა თქმა უნდა, დროულ მკურნალობას ექვემდებარება. ყველა ის ცვლილებებს, რასაც შეატყობს ქალბატონი მკერდში, აუცილებლად უნდა მიმართოს მამოლოგს. და ყველა ვარიანტში ჩაიტაროს ის დამატებითი კვლევები, რასაც დაუნიშნავს მამოლოგი. თქვენ ახსენეთ სკრინინგი, ამაზე რა უფრო მეტად ინფორმაცია მოგვაწოდოთ, საქართველოში რამდენად ხელმისაწვდომია მსგავსი ტიპის პროგრამები, თუნდაც ჩვენს რეგიონში, მე როგორც მახსოვს, გასულ წელსაც იყო მსგავსი შესაძლებლობა ქალბატონებისთვის და ახლა ამ ეტაპზე რამდენად არის შესაძლებელი თუნდაც რეგიონის ქალბატონებმა მსგავსი პროგრამებით ისარგებლონ. საბედნიეროდ საქართველოში არის ეს პროგრამა დანერგილი და ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
თუ დგას მამოგრაფიის აპარატი ხო ძალიან კარგი რეგიონში, თუ არა, მაშინ არის სპეციალური მამომობილები, რომელიც რაღაცა პერიოდულად გადიან ხოლმე რეგიონებში და ხდება ხოლმე ქალბატონების გასინჯა. Screening პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, იმიტომ რომ screening პროგრამით ხდება დასკრინვა 40 წლიდან 70 წლის ჩათვლით ქალბატონების ყველა იმ შემთხვევაში შეიძლება სულ არ ქონდეს არანაირი ჩივილი და გამოვლინება და ყველა იმ შემთხვევაშიც თუ აქვს ჩივილიც და რაღაცა გამოვლინებაც. იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, რომ მოსულა სკრინინგზე პაციენტი და სრულად შემთხვევით აღმოგვიჩენია უმცირესი წარმონაქმნი, რომელიც იყო 0 სადღაც პირველი სტადიისაც რომ არ არის სიმსივნე და უმცირესი ჩარევით დღესდღეობით ჯანმრთელი და ბედნიერად ყოფილა და ეს ყველაზე დიდი მიღწევაა. საქართველოში ცოტა რთულად დაინერგა სკრინინგ პროგრამა, არა იმიტომ რომ ტექნიკური საშუალებების ბრალი იყო, არამედ თვითონ მოსახლეობა შეხვდა სკეპტიკურად. იმიტომ რომ ქონდათ შიში ქალბატონებს რომ მივიდე და გავესინჯო, თუ რამე მითხრან. მაგრამ ფიქრობ რომ შიში ამ შემთხვევაში ძალიან ცუდი მრჩეველია, იმიტომ რომ ჯობია რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე მოხდეს თუ რამე გამოსავლენია გამოვლინდეს და მე უმცირესი ჩარევით და უმცირესი მკურნალობით უკვე გაატაროს ოჯახთან ერთად ჯანმრთელად და ბედნიერად. ადრე სადღაც 10 წლის წინ უფრო მეტი მომართვიანობა იყო, როცა დგინდებოდა პირდაპირ მესამე-მეოთხე სტადია და ეს უკვე იყო ისეთი მდგომარეობა, როცა უკვე ძუძუ გადაგვარებულ ფორმაში მეტასტაზები უკვე გასული ორგანოებში და სამკურნალოდ მეტად მძიმე და რა თქმა უნდა სიცოცხლის ხანგრძლივობაც დაბალი. თუმცა მაშინ მკურნალობა 10 წლის წინანდელი მკურნალობა ძალიან განსხვავდება თანამედროვე მკურნალობისგან მედიცინა საკმაოდ წინ არის წასული ამ თვალსაზრისითაც. დასავლეთის ქვეყნები, აი მაგალითად ამ სკრინინგ პროგრამას წლები აწარმოებენ და X მიმართვიანობა არის 80%, სიკვდილიანობა სადღაც 15% და ჩვენთან მომართვიანობა იყო 15% და სიკვდილიანობა 80%, ანუ პირიქით იყო და ახლა ნელ-ნელა ამ ცნობიერების ამაღლებამ და თვითონ ამ ვარდისფერი ოქტომბრის თვემაც თავისი როლი შეასრულა წლების განმავლობაში. ქალბატონები პირიქით აქტიურად ებმებიან ამ პროგრამაში და შედეგებით შესაბამისად პროცენტულად შედეგებიც გაუმჯობესებულია. და რო ახსნათ უშუალოდ, როდესაც პაციენტი მოვა სკრინინგ პროგრამაზე, რა პროცედურებისთვის უნდა იყოს მზად, როგორი მომზადებული უნდა მოვიდეს ის ადგილზე. გამეორდები და ვიტყვი, რომ სკრინინგი გათვალისწინებულია 40 და 70 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის. პირველად რა თქმა უნდა გადის რეგისტრაციას, რომ ეკუთვნის თუ არა სკრინინგი, რეგისტრირდება ელექტრონულად, შემდეგ აუცილებლად სინჯავს მამოლოგი და გასინჯვა ხდება ხელით. შემდეგ უკვე მამოგრაფიის აპარატით ხდება მამოგრაფიის გადაღება და დღესდღეობით უკვე ეს მექანიკური მტკივნეული მამოგრაფია ჩაანაცვლა ციფრულმა მამოგრაფმა და არც ერთერთი მტკივნეული აღარ არის და გარჩევადობაც ელექტრონულია და უფრო კარგია, ვიდრე ეს ფირების დაბეჭდა ადრე 10 წლის წინ იყო, რომ ფირები იბეჭდებოდა, რენტგენის ფირები იყო და გარჩევადობაც ახლა ელექტრონულად, კომპიუტერულად შესაძლებელია და უფრო მაღალი დონის არის. შემდეგ იმის და მიხედვით სჭირდება თუ არა, უკვე გადის ეხოსკოპიურ კვლევას. იმიტომ რომ მამოგრაფიას თავისი ხედვა აქვს, ეხოსკოპიას თავისი ხედვა აქვს. ბევრ რაღაცას მამოგრაფია უფრო კარგად ათვალიერებს, ეხოსკოპია თავის იმას უფრო კარგად ათვალიერებს და ეს სამივე ეტაპი უნდა გაიაროს ქალბატონმა აუცილებლად. რა თქმა უნდა, ელოდება დასკვნას და იმ დასკვნის მიხედვით მე თუ რამე ქრონიკული ან ქრონიკულ შეითვლება ცისტები, ადენომები და ასე შემდეგ, მასტოპათია ძირითადად და
რა თქმა უნდა აკონტროლოს მამოლოგის დახმარებით, ისე ეუბნება, რომ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაიაროს, რას უნდა დააკვირდეს და ძალიან კარგია თუ ეცოდინება, რომ რაღაცა კეთილთვისებიანი აქვს და მაგის კონტროლიც ადვილია. თუ არ ტკივა და არ აწუხებს, არც მკურნალობა არ ინიშნება, მხოლოდ კონტროლია და თუ ტკივა და აწუხებს, რა თქმა უნდა, მე მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება და ხან შეიძლება ზოგჯერ ჩარევაც გახდეს საჭირო, თუმცა ეს არის მინიმალური ჩარევა. თუ დადგინდა ავტისებიანი სიმსივნე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკვე სპეცკლინიკაში მისამართდება ციტოლოგიაზე ან კორბიოპსიაზე და ბიოპსიის დასკვნის მიხედვით უკვე იგეგმება მკურნალობა. აი მკურნალობასაც რა ვისაუბროთ, რა მიდგომებია დღესდღეობით, იმიტომ რომ მედიცინა უკვე საკმაოდ განვითარებულია, ადრე ვთქვათ, ქიმიებით თუ ხდებოდა ჩარევა, ახლა გარკვეულწილად შეიძლება მედიკამენტურად მოხდეს, ამაზე უფრო დეტალური ინფორმაცია რო გავიზიაროთ. მკურნალობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თვითონ ბიოპსიის მორფოლოგიის და იმუნოჰისტოქიმიის დასკვნაზე. ადრე არ კეთდებოდა გენეტიკური ანალიზები და ახლა დამატებით კიდე კეთდება გენეტიკური ანალიზებიც, თუ საჭირო გახდა, რა თქმა უნდა. ადრე არ ხდებოდა მიზანმიმართულად, ვთქვათ, სიმსივნე იყო ჰერდადებით თუ ჰერო არ ყოფითი და დღესდღეობით უკვე ეს ჩასმულია და მის პასუხზეა დამოკიდებული პირდაპირ როგორი მკურნალობა ინიშნება. დამოკიდებული აგრეთვე კეთდება ტომოგრაფიები და ორგანოების მდგომარეობით და ანუ არის გავრცელება, არ არის გავრცელება. სტანდარტულად თავი რო არ შეგაწყინოთ და ძალიან არ მოგაბეზროთ, უბრალოდ ვიტყვი რომ მიმართულება, ანუ ქირურგიული, ეს არის ოპერაციული გზით მკურნალობა და ცდილობს ქირურგი, რა თქმა უნდა, მინიმალისტურად თუ არის მხოლოდ და მხოლოდ სექტორალურ რეზექციაზე წავიდეს და რადიკალური ადრე კეთდებოდა მუდმივად რადიკალური რეზექცია უმხშირესად, ანუ მთლიანი საძირკვლის მოკვეთა. დღესდღეობით მინიმალურად სექტორი ცდილობენ მაქსიმალურად რომ სექტორი იქნეს ამოღებული. თუ ეს საშუალო რაც უფრო ადრეულად არის დადგენილი დიაგნოზი, მით უფრო ნაკლებია ჩარევა ქირურგიულად. ქიმიოთერაპიული თუ რა თქმა უნდა ესეც დამოკიდებულია თვითონ ბუნებაზეც გავრცელებაზეც. სხიური თერაპია აუცილებლად არა, მაგრამ თუ დადებითია, ვთქვათ, ჰორმონული თერაპია, როგორც ვთქვით, ჰერცეპტინზე თუ დადებითი, მიზანმიმართული თერაპია, ჰერცეპტინით, თუ არის, ვთქვათ, საჭირო იმუნოთერაპია. 10 წლის წინ იმუნოთერაპიაზე მგონი ლაპარაკიც არ იყო და დღესდღეობით აქტუალურია. ყოველ შემთხვევაში ამას განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, კლინიკური ონკოლოგი, ქირურგი, რადიოლოგი, მორფოლოგი და ირჩევა პაციენტისთვის ყველაზე კარგი რომელია, რითი იწყებენ და ანუ მაგაზია დამოკიდებული. კონსილიუმი დგება და კონსილიუმის გადაწყვეტილებით რაც უფრო უკეთესია ქალბატონისთვის, იმ გადაწყვეტილებას იღებენ და თუმცა მკურნალობა ცოტა ხანგრძლივი გამოდის, მაგრამ მე მგონი დღესდღეობით შედეგის მიხედვით თუ იმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ძუძუსკიპო განაჩენი არ არის. დაძლევადი დაავადება. კი. თქვენ ისაუბრეთ შიშებზე და აქ ალბათ მნიშვნელოვანია როგორ ხდება პაციენტისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. საინტერესო იქნება, რომ თქვენ მაყურებლებსაც გავუზიაროთ, თუ მათ გარშემო არსებობენ მსგავსი დიაგნოზის ადამიანები, როგორი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა შეიძლება გამოხატონ მათი მიმართ. გარკვეულწილად რჩევები რა შეგვიჯამოთ ამ ფსიქოლოგიურ ნაწილში. წლების დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ფაქტიურად რახან ესე პირდაპირ მიზანმიმართული რაღაც ვაქცინა არ არსებობს, ხო ჯერჯერობით ისეთი, რომ თქვა გაუკეთო და არ დაემართოს, ან გაუკეთო და თქვა დაალაგდეს, ან ტაბლეტი დაალევნო და მორჩეს ეს ყველაფერი. წლების განმცდელობამ აჩვენა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადრეული დიაგნოსტიკა
ეს არის 95%, აი 5-ს კიდევ ტოვებ რა, რომ მაქსიმალური პროცენტი იმის, რომ ქალბატონი გადარჩეს და ცხოვრების ბოლომდე იცხოვროს სრულფასოვნად თავის ოჯახთან ერთად. ამიტომ შიში იმის, რომ ვაიმე რამე დამიდგინდეს, ძალიან ცუდი მრჩეველია და რაც უფრო სანამ სიმპტომები გამოჩნდება, სანამ რამეს მოისინჯავს, სანამ რაღაცა ის ექნება, დისკომფორტი ექნება, აი როცა არაფერი არ აწუხებს და მივა სკრინინგზე და მუდმივად იქნება მონიტორინგის ქვეშ, ვთქვათ, ეს იქნება წელიწადში ერთხელ, 2 წელიწადში ერთხელ და თუ რაღაცა თუნდაც ერთი პატარა რაღაცა წარმონაქმნი წარმოშობა და იმ წუთშივე მოხდება ჩარევა და მკურნალობა, ეს არის ყველაზე კარგი გადარჩენის გზა. ამიტომ შიში ცუდი მრჩეველია, კიდევ ერთხელ გამოვიტყვი და ქალბატონებს პირიქით არ უნდა ეშინოდეთ. მე ვიცი, რომ მეგობრები ერთმანეთში, ანუ სამეგობრო დგება ხოლმე და 2-3 გოგოს ქალბატონის და ისე მოდიან ხოლმე და თან ერთმანეთს გულშემატკივრობენ და მე უკვე აი ესეც შეიძლება, კოლექტივები აუცილებლად სადაც ბევრი ქალბატონი მუშაობს. მე მქონდა ესეთი გამოცდილება, ჩამოსული იყო მამამობილი ჩვენთან ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში და რა თქმა უნდა ყველას გავაგებინეთ, რომ ქალბატონებს ესარგებლად შემთხვევით და დედაქალაქში ვარ წასულიყვნენ, აგერ ჩვენს ქალაქში მიიღოთ ეს მომსახურება სრულიად უფასოდ. ერთ-ერთ კოლექტივში, როცა იყო ჩაწერილი 30 ქალბატონი, რატომღაც იმ 30-დან 10 ქალბატონი მოვიდა. და არაფერი არ აწუხებდა სიმართლე გითხრათ, უბრალოდ მოვიდნენ სკრინინგულ გასინჯვაზე და ერთ-ერთ ქალბატონს სრულიად შემთხვევით დაუდგინდა უმცირესი ზომის 0-დან აი ესე პირველ სტადიამდე სიმსივნე და რა თქმა უნდა, აი ოპერატიულად უკვე გავაგზავნეთ დედაქალაქში, ოპერატიულად მოხდა დიაგნოსტირებაც, მკურნალობაც და მე საუბარში ვკითხე, აი რომ არ მოსულიყავი. როდის მოხვედი, არასოდეს არ მოვიდოდი ექიმთან. ან ისეთ დროს მოვიდოდიო, როცა ხელით გავსინჯავდი და ან შემოწუხებდა, ან ამტკივდებოდა. ფაქტიურად ეს ქალბატონი, ულამაზ ქალბატონია, სხვათა შორის, ეს ქალბატონი ახლა ოჯახის დედა გადარჩა და თავის მეუღლის გვერდზე და თავის შვილების და შვილიშვილის გვერდზე აგრძელებს ბედნიერ ცხოვრებას. ერთადერთი რაც ევალება, რომ წელიწადში ერთხელ გამოკვლევები ჩაიტაროს და მაინც დიაგნოზის სიფხიზლე ითხოვს ამას და აგრძელებს ჰორმონოთერაპიას და არის ბედნიერად. და ჩვენც ვართ ბედნიერები და ასეთი შემთხვევები გვაქვს უამრავი. და იმდენად გვაბედნიერებს ეს ადრეული დიაგნოსტიკა ჩვენც და სხვათა შორის თბილისის ონკოლოგებმაც რამდენჯერმე დაგვირეკეს, რომ ყოჩავთ თქვენო იმდენად უმცირესი სიმსივნე გაქვთ დადგენილიო და აღმოჩენილი და დადგენილი ყოჩავთ თქვენო და მე მგონი ყოჩავთ იმ ჩვენ ქალბატონებს, ვინც მოგმართა, თორე თუ არ მოემართა, ჩვენ ვერაფერს ვერ დავადგენდით, რა თქმა უნდა. არ უნდა ეშინოდეთ. შიში, ანუ ყველაზე კარგია მიხედონ ქალბატონი იცოდნენ თავიანთი თავის ფასი, იცოდნენ თავიანთი ჯანმრთელობის ფასი. იმიტომ რომ პრევენცია არ ჭდება არაფერი და მკურნალობა საკმაოდ ძვირად ღირებული, ხანგრძლივი და ტრამვულია, რა თქმა უნდა. ამიტომ მიხედონ თავიანთ თავს და გაუფრთხილდნენ თავის ოჯახის წევრებს იმით, რომ თავიანთ ჯანმრთელობას მიხედონ წელიწადში ერთხელ, ან 2 წელიწადში ერთხელ მიმართონ მამამოგს, ჩაიტარონ მამოგრაფიული კვლევა, თუ არ ეკუთვნით, აი რა დააშავეს ახლა 40 წლამდე, ხო? რა დააშავეთ 20-დან 40 წლამდე სიტყვაზე. და არაფერი არ დააშავეთ, უბრალოდ მამოგრაფიულ კვლევას ვერ ჩაიტარებთ, თორე მამამოგი გაგსინჯავთ და ეხოსკოპიას ჩაგიტარდებათ. თავარია თქვენ იყოთ კარგად. მინდა გითხრათ, რომ ვარდისფერი ოქტომბრის თვესთან დაკავშირებით ჩვენ ისევ გვაქვს აქცია. თბილისის სკრინინგ ცენტრიდან ჩამოდის მამამობილი და თავისი ექიმებით, რა თქმა უნდა. რეფერალური საავადმყოფოს ეზოში 20 რიცხვში იქნება ეს სკრინინგის საშუალება ჩვენი ქალბატონებისთვის, რეგიონის ქალბატონებისთვის და მინდა გთხოვოთ, რომ გამოიყენოთ ეს საშუალება.
მოგმართოთ აუცილებლად, ჩაწერა სასურველია, რომ წინასწარ ვიცოდეთ რაოდენობა და რომ მოხდეს, ანუ დროის მიხედვით გადანაწილება, რა ქალბატონების არ მოუწიოთ რიგში დგომა, ამიტომ მიმართეთ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოს წინასწარ ჩაეწერეთ, შემდგომ 20 რიცხვში უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ სკრინინგით. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ქალბატონებისთვის იქნება ერთგვარი კიდევ мотиваცია, რომ სამომავლოდ მსგავსი საკითხები გაითვალისწინონ და უფრო მეტად ხშირად მოგმართონ, როდესაც ეს სკრინინგ პროგრამა ჩამოვა თუნდაც ჩვენთან რეგიონში ოქტომბრისთვის პერიოდში. და ვიმედოვნებ, რომ უფრო ასე ვთქვათ, დაიხვეწება ქალების მომართვიანობა და მეტად ამაღლდება ცნობიერება, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მიხედავ. მადლობა, რომ გვისმენთ და გვიყურებდით, მე კი გემშვიდობებით. გადაცემა მომზადებულია ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლიბიის საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალი გვადარნეთ ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის რადიო უსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.